ოლიმპიური თამაშების მთავარი სიმბოლო საქართველოშია. ბათუმი იყო პირველი ქალაქი, სადაც ჩირაღდანი პირველად დაინთო. რის შემდეგაც მასპინძელ ქვეყანაში ესტაფეტამ სტარტი აიღო და ისტორიული მოვლენით გამოწვეული სიხარული ქალაქის 6 ქუჩას მოედო. გზა აეროპორტიდან ბათუმის პიაცამდე ჩვენს რეპორტაჟში. საქართველოს ისტორიაში პირველად ოლიმპიური ცეცხლი ბათუმის აეროპორტში სპეციალური რეისით საღამოს 8 საათზე დაეშვა. ოლიმპიური თამაშების მთავარი სიმბოლო თბილისი 2015 საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალეკო ახვლედიანმა ჩამოიტანა და აანთო. აეროპორტში საზეიმო დახვედრის ცერემონიალს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 200-მდე მიწვეული სტუმარი ესწრებოდა. დღევანდელი დღე ემოციურია, რა თქმა უნდა, ოლიმპიური ცეცხლი საქართველოშია. ეს ძალიან ბევრ ქვეყანას არ აქვს ნამდვილად და მე მინდა ყველა საქართველოს მოქალაქეს, ყველა სპორტსმენს და სპორტის ხომალდს მიულოცოთ ეს დღე. ეს არის ისტორიული მომენტი, იმიტომ რომ ეგეთი რამე ალბათ აღარ მოხდება, უკვე კარგი ხანი ყოველ შემთხვევაში ჩვენ თავობა მას ვერ მოესწრება და მე მინდა რომ ამ ცეცხლს ჩამოეტანოს მშვიდობა და ქვეყნის გამთლიანება. ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე არის, რომელიც მართლა ძალიან დიდი ღირსებით და ოქროს ასოებით რო იტყვიან ჩაიწერება ჩვენი ერის ისტორიაში და ვფიქრობ რომ ეს დღე გახდება ქართული სპორტის კიდევ უფრო აღმავლობის საწინდარი. ოლიმპიური ცეცხლის ანთების შემდეგ ესტაფეტამ სტარტი აიღო. თამაშების მთავარი სიმბოლო პირველ მეჩში აღდგეს მხატვრულ ტანვარჯიშში მსოფლიო ჩემპიონს რუსუდან სიხარულიძეს მიაწოდეს. აეროპორტიდან ქალაქის 6 ქუჩის გავლით ცეცხლი 22 მეჩში აღდგნენ ქართველმა სპორტსმენებმა, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა და საპატიო ბათუმელებმა პიაცას მოედანზე მიიტანეს. ოლიმპიური თამაშების მთავარი სიმბოლოს ბათუმში ჩამოტანის სიხარული ქალაქის ქუჩებშიც იგრძნობოდა. არაჩვეულებრივი ამაღლებული განწყობა, ისტორიული მოვლენა საქართველოსთვის და ჩემთვის და ვარ უბედნიერესი ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მომეცა ასეთი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის საშუალება ჩემი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში. ოლიმპიური ცეცხლი დღეიდან ზემოაჭარის გავლით საქართველოს 67 მუნიციპალიტეტს მოივლის და 14 ივლისს თბილისში ჩავამაში 700-მდე მეჩში აღდგენ მიიღებს მონაწილეობას. ოლიმპიური თამაშების სიმბოლო დედაქალაქში 26 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სპეციალურად შექმნილ თასში საზეიმოდ აინთება და ფესტივალის დასრულებამდე დარჩება.